რა შედეგი შეიძლება მოყოს მეუღლესთან განქორწინებას და როგორ უნდა გადანაწილდეს თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება. მსოფლიოში აპრობირებული კონტრაქტი საქართველოში 16 წელია მოქმედებს, თუმცა საქორწინო ხელშეკრულების მსურველი წყვილების რაოდენობა არც ისე დიდია. Თქვენს მიერ ყველა შესაბამის დოკუმენტი, რაც ამ ხელშეკრულების გაფორმებასთან არის დაკავშირებული, არის წარმოდგენილი. საქორწინო ხელშეკრულების დადება გიორგაძეებმა 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს. წყვილი კონტრაქტის პირობებს წინასწარ დეტალურად გაეცნო. მეუღლეები ამბობენ, რომ არც ახლო და არც 5 წლის განმავლობაში დაშორებაზე არ უფიქრიათ. მიუხედავად ამისა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების განაწილება მაინც დოკუმენტურად არჩიეს. პრობლემები ნამდვილად არ ქონია ქორწინება გვაქვს, თუმცა გადაწყვეტეთ ხელშეკრულების დადება მაინც იმ ფორმით, რადგანაც უფრო ცივილიზებული მეთოდია ნებისმიერი დავის გადაწყვეტის პრობლემებისგან დაზღვეული ალბათ არავინ არ არის და ეს აპრობირებული მეთოდია. აი ამ კონტრაქტის საფუძველზე იყოფენ უშუალოდ ნივთებს. საქორწინო ხელშეკრულებები საქართველოში ძირითადად წყვილების ქონების მართვისთვის დგება. ხელშეკრულება ორივე მხარის თანხმობის შედეგად ქორწინების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი ნივთის მიკუთვნებას არეგულირებს. ძირითადად ურთიერთობები ეს არის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც შეიძლება თქვა განისაზღვროს ერთ-ერთი რომელიმე კონკრეტული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში, რაც განასხვავებს კანონით რეგულირებული რეჟიმისაგან. საქართველოში პირველი საქორწინო ხელშეკრულება 1997 წელს დაიდო. 2010 წლიდან კი საკუთარი ქონება კონტრაქტის საშუალებით სულ 50-მდე წყვილმა გადაინაწილა. ნოტარიუსთა პალატაში ამ ციფრის სიმცირეს მოსახლეობის არაინფორმირებულობით ხსნიან. სწორედ ამიტომ ნოტარიუსები საქორწინო ხელშეკრულების დეტალებს პერიოდულად სტუდენტებს აცნობენ. საქორწინო ხელშეკრულების ნორმები 97 წლიდან უკვე მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმებულია. ვერ მინდა გითხრათ ისიც, რომ არ არის ფეხმოკიდებული ისე რომ ამას მასობრივად აფორმებდნენ, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ სამართლებრივი ბუნება და სამართლებრივი შედეგები ამ ხელშეკრულების უცნობია სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ეს ხელშეკრულება ქმედითია იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ გაწერს თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს და დავა აღარ მიდის სასამართლომდე. საქართველოში სტატისტიკურად 2011 წელს 13, 2012-ში 21, მიმდინარე წელს კი 6 საქორწინო კონტრაქტი დაიდო. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტები ცოტაა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის შედგენის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.